მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დავიწყებთ უკვე შეხვედრას, ნელა-ნელა შემოგვიერთდებიან. ყველგანად გვიან გვიერთდებიან პარტნიორები, როგორც ჩანს, ემიგრანტებს უჭერთ ასი ადრეს შემოსვლა, ამიტომ გვიწევს ლამის 11-ის ნახევრამდე ცდა. დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, ღირდა ცდა, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ დღეს გვაქვს, როგორც ხვდებით, დებიუტი, ძალიან საინტერესო ადამიანის, ქალბატონი ინგა ჟღენტის, რომელიც ალბათ ცოტა ხანში გამოჩნდება და გვეჩვენება ჩვენი ძვირფასი ქალბატონი ინგა. გილოცავთ ყველას ამ დებიუტის, ასე ვთქვათ, დებიუტთან ერთად თანხლებას. მოგესალმებით ქალბატონი ინგა, შენიდან გამოიყურებით. როგორ ბრძანდებით? როგორ ხასიათდება? ძალიან კარგად. ემოციებით დატვირთული გელით ყველას. დიდი სიამოვნებით წარსდგებით თქვენს წინაშე. ქალბატონო ინგა, მართლა გილოცავთ ამ დებიუტს. თქვენ დღეს პირველი პრეზენტაცია გაქვთ, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად და ეს არის ჩვენი უდიდესი სიხარული. ეს არის ნაბიჯი ძალიან ძლიერი ლიდერობისკენ, რომელიც თვისებების თქვენ უკვე თანხლებული გაქვთ და თანდაყოლილი, ასე ვფიქრობ. ეს არის გზის დასაწყისი ამ საოცარ უნიკალურ საუკუნოვან კომპანიაში, სადაც თქვენი სიტყვა, ენერგია, ხედვა, ნამდვილად მე ვფიქრობ, გზას გაუყოლავს ყველა ადამიანს აქ დამსწრეთ და შემდგომ, რა თქმა უნდა, ვინც თქვენს გზაზე შეგხვდებათ. სიამაყით და სითბობითი გილოცავთ ამ დიდებულ მომენტს. თქვენ შეძლებთ ამ ყველაფერს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი იცით, არამედ იმიტომ, რომ გულით აკეთებთ ამ ყველაფერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქმისთვის. მინდა დაგილოცოთ დღეს ეს ყოველი სიტყვა, ყოველი ჟესტი, ყოველი სუნთქვა, ეს იყოს ის პრეზენტაცია, რომელიც იქნება თქვენი წარმატების დასაწყისი. ახლა მინდა რომ დავინახო და ყველამ დაინახოს ის, თუ როგორ ბრწყინავს ნამდვილი ჭეშმარიტი ლიდერი და ნამდვილი ჭეშმარიტი მემკვიდრე, ასე ვთქვათ, კომპანია ლივგუდი. ამ საოცარი კომპანიის. გისმენთ, გულდასმით, ყურადღებით გელოდებოდით. ყველა მთელი პარტნიორები და მთელი გუნდი თქვენს გვერდით ვარ. წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ. უღმესი მადლობა ქალბატონო ნანა. აი როგორ შეიძლება ახლა ემოციებით არ დავიწყო თქვენი ვიდეო რგოლის ნახვის შემდეგ. მე არ ვიცოდი ეს თქვენი სიურპრიზი და რომ ნახე რამის ცვლილებამდე მივედი. ისეთი, ვიცით რამდენჯერ ვუყურე და ეს არის რა თქმა უნდა ლივგუდი. აი ეს არის ჩემო საყვარელო სტუმრებო, პარტნიორებო, მოწეულო სტუმრებო, სწორედ ეს არის ლივგუდი, სიყვარული, თანადგომა და წინ წარმატებისკენ ერთად სიარული. უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო ნანა ამ საოცარი ვიდეო რგოლისთვის. ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ მე უფრო დიდი შემართებით წავიყვანო დღევანდელი დღე, რასაც რა თქმა უნდა ველოდი. გაიხარეთ, გაიხარეთ. წარმატებები მთელი გულით გაკეთდა ეს და ამაში ნინომაც მიიღო წვლილი. ყველას უღმესი მადლობა და ნინოს რა თქმა უნდა. და თქვენ ყველა მიყვარხართ და ახლა წავსდგები და წარვადგენ ამ უნიკალურ მსოფლიო დონის კომპანიას და იმ ემოციას გადმოვცემ და იმ განწყობას, რასაც განვიცდი მე პირადად ამ კომპანიის მიმართ და როგორი მიზნები მაქვს ცხოვრებაში და მინდა თითოეული ახალი მოწეული ადამიანის, ვინც დღეს პირველად ისმენს ინფორმაციას კომპანია ლივგუდის შესახებ ამ მსოფლიო დონის გლობალური კომპანიის, საუკუნოვანი კომპანიის შესახებ ინფორმაციას, ხელის ჩასჭიდონ თითოეულ სიტყვას და გამოიყენონ ეს თითოეული სიტყვა თავიანთი ცხოვრების გზაზე, რომ წავიდნენ წინ. იარონ კომპანია ლივგუდთან ერთად, რომელიც არის წარმატების ჯანმრთელობის საწინდარი ნამდვილად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, პატივცემულო სტუმრებო, პარტნიორებო. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, ულოცავთ ჩემ თავს, რადგან დღეს არის დებიუტი. მინდა გაგაცნოთ, რომ კომპანია ლივგუდი გახლავთ ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა 2023 წლის 12
დეკემბერს ფლორიდის შტატში და მისი დამაარსებლები არიან ძალიან გამოცდილი, კრეატიული ადამიანები, რომელთაც აქვს ძალიან სწორი ხედვა ბიზნესის მხრივ, ასევე ჯანმრთელობის მხრივ. კომპანია არის უნიკალური, ეს არ არის ლიტონის სიტყვები, მართლაც ეს არის უნიკალური კომპანია, მთელი თავისი ასპექტებით და რას მოიცავს ეს ყოველივე. ბაზარზე შემოსვლისთანავე, როგორც მოგეხსენებათ, უკვე კომპანია 2 წლის არის ბიზნეს ფორუმებში პირველიდან მეხუთე ადგილი არ დაუტოვებია კომპანიას. აგრეთვე მოიპოვა 3 სერტიფიკატი. მის პროდუქციას აქვს ყველა სახით სერტიფიკატი, რაც არის საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიღებული და დადგენილი, ვთქვათ, ეს არის GMP, ISO, კეტო და ორგანიკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაც შეეხება ბიზნესის მხრივ, კომპანია, რომელიც მოიპოვებს IOSDA-ის სერტიფიკატს, აქ კითხვა-პასუხი თუ საეჭვია თუ არა ეს კომპანია უკვე დასრულებულია. ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს არის მსოფლიო დონის მეგა კომპანია, რომელიც დამყარებულია სანდოობაზე, გამჭვირვალობაზე და ერთგულებაზე. კომპანია Livgood არის თითოეული პარტნიორის, თითოეული თანამშრომლის, მოწვეული პარტნიორის, რეფერალური პარტნიორის ნამდვილი მეგობარი. ის აფასებს თითოეულ ადამიანს და ზრუნავს მის როგორც ფინანსურ, ასევე ჯანმრთელობის კუთხე. კომპანიამ, როგორც ვიცით, აირჩია კლუბური სისტემა, ეს სრულიად განსხვავებულია სხვა ონლაინ მომუშავე კომპანიებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ აგვერიოს ქსელურ მარკეტინგში, ქსელური მარკეტინგი ძალიან ბევრია საქართველოს ბაზარზე შემოსული, სადაც სავალდებულოა პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. სხვა მხრივ ჩვენ შემოსავალს ვერ მივიღებთ და კლუბური სისტემა იმიტომ არის განსხვავებული, რომ აქ კომპანია Livgood არ გავალდებულებს არანაირ შესყიდვას, არანაირ ყოველთვიურ შესყიდვას, არ გვაქვს ვალდებულება, რომ შევიყიდოთ პროდუქცია, ან გავყიდოთ, ან წინასწარ, როდესაც ვყიდულობთ ბიზნესში ადგეს, რამე ინვესტიცია პროდუქციის შეძენის თვალსაზრისით გავაკეთოთ. აქ არის სრული თავისუფლება და სწორედ ამან მომხიბლა მე კომპანია Livgood-ის მარკეტინგი, როდესაც გავიგე, რადგან მე მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქსელურ მარკეტინგში მოღვაწეობის და ვიცი იქ თუ რაოდენ რთულია მიაღწიო როგორც ფინანსურ წარმატებას, ასევე კარიერულ ზრდას. და ეს იყო ჩემთვის ერთგვარი სტიმული, რომ კომპანია Livgood-ის პარტნიორი გამხდარიყავი და რა თქმა უნდა გადავდგე ეს ნაბიჯი და იმ დღიდან აქტოვანებული ვარ აი ამ ყოველივე საუკეთესო თვისებებით, რაც გააჩნია კლუბურ სისტემას. როგორ ხდება ბიზნესში განვითარება, როგორ უნდა მოვიწვიოთ ადამიანები, რადგან კლუბურ სისტემაში აუცილებელია ადამიანების მოწვევა და რადგან კომპანია Livgood-მა აირჩია marketplace-ის მიმართულება. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არის ესეთი პლატფორმა, სადაც აქ იყიდება მარტო როგორც ბიოდანამატები, აგრეთვე სილამაზის საშუალებები, აქ შემოვა სხვადასხვა მონოხაზი, ეს იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტურისტული კომპანიები, ვთქვათ, შეიძლება ავტომანქანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომ კომპანია, რადგანაც არის 2 წლის და ჯერჯერობით მისი სამომხმარებლო ბაზარი არ არის ისეთი რაოდენობით ჩამოყალიბებული და არ არის იმ სათანადო ნიშნულს მიღწეული, რაც კომპანიის მოსეურებს აქვთ სტრატეგია და მიზანი, ამიტომ კომპანიაში ადამიანის მოწვევის სისტემას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორც ბატონმა ბენგლისკიმ რამოდენიმე დღის წინ ქალბატონმა ნანა ლომიძემ მოგვასმენა ჩვენ ერთ-ერთი თარგმანი ქართულად, იქ ბრძანებს, რომ მალე კომპანია Livgood მთელ მსოფლიოს მოიცავს, დაფარავს მთელ მსოფლიოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად იქნება. ამ ეტაპზე უკვე 2 მილიონზე მეტი პარტნიორი ყავს და ეს, რა თქმა უნდა, ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი შემოერთება, მიიყვანს იმ შედეგამდე, რაც გამიზნული აქვს კომპანიას. და სწორედ ამიტომ მოწვევის სისტემა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც განახორციელებს გლობალურად ადამიანების შემოდინებას კომპანია Livgood-ის მარკეტინგულ პლატფორმაზე.
აი ეს არის ძირითადი, რასაც ემსახურება და ეს არის განსხვავება სხვა კლუბურ სისტემებსა და თუნდაც ქსელურ მარკეტინგს შორის, აგრეთვე სხვა კლუბურ სისტემებს შორის. ალბათ ბევრმა თქვენთაგან მაიცით Amazon-ი, სადაც იმისთვის რომ გახდე კლუბის წევრი გარკვეული თანხაა გადასახადი, თუნდაც რომ განათავსო რამე ნივთი და გაყიდო, ხო? თანხა, ყოველთვიური თანხა იქ გადასახადი დოლარის სახით. საშუალებით $10, როდესაც გადავხდით კლუბური სისტემისთვის ყოველთვიური გადასახადი არის $10, იმ $10-დან 0.25 ცენტი გვერიცხება ყოველთვიური ხელფასი. რა თქმა უნდა, სტრუქტურა რომ იზრდება, უფრო დიდი გლობალური ხელფასი გვექნება, ხომ, ყოველთვიური. თავიდან ხდება 9, შემდეგ 10%, 5%, 3% გვერიცხება, 2% და როდესაც ხდებით ბრილიანტი, 1%, მაგრამ უკვე იმდენია ჩვენი სტრუქტურაში ადამიანების რაოდენობა, რომ ეს ძალიან დიდ თანხებზე ადის და არის სოლიდური შემოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას აქვს აგრეთვე magic ბონუსი. Magic ბონუსი სხვა კომპანიებში ესეთი სახით არ არსებობს. მარტო არის Livegood-ის კომპანიაში ეს სტრატეგია. ანუ რას ნიშნავს? როდესაც ჩემი მოწვეული ადამიანი ჩემს ქვეშ ვინც არის მოწვეული და ის იმუშავებს ძალიან კარგად, მიაღწევს კარიერულ ზრდას, გაზრდის გუნდს და ისავა გარკვეულ ხელფასზე, ეს იქნება ვთქვათ $1000-2000, რა თქმა უნდა, მასაც ერიცხება აღნიშნული თანხა და მისი ნახევარი, თქვათ თუ $1000-ია, $500, მე როგორც მის სპონსორს, რადგანაც მე გავწია გარკვეული მუშაობა მასთან მიმართებაში, კომპანია მე ამით მასაჩუქრებს და მერიცხავს ხელფასის ნახევარს. აი როგორი საინტერესო სტრუქტურაა და როგორ არ უნდა გამოიყენოს თითოეულმა პარტნიორმა ეს უნიკალური სისტემა, რომელიც ჩვენგან არანაირ ინვესტიციას ზედმეტად არ მოითხოვს. მარტო მოითხოვს კონტრაქტის $40 და $10 კლუბური წევრობის ყოველთვიურ გადასახადს, რომელიც არის სავალდებულო, რომ ჩვენი ონლაინ კაბინეტი, რომელიც არის აქტიური, რა თქმა უნდა, როდესაც კონტრაქტს ვაფორმებთ, არ დაკარგოს აქტუალობა და იყოს მუდმივად აქტიური. ამიტომ არის საჭირო გადავიხადოთ $10. ქალბატონმა ნანა ლომიძემ ეს რა თქმა უნდა კომპანიის მარკეტინგული გათვლებია და სწორედ ამ მარკეტინგულ გათვლებზე შეიმუშავა უფრო სწრაფი სტრატეგია 3+3, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო სწრაფად გავიდეთ შემოსავლებზე. რას ნიშნავს ახლა 3+3-ის სტრატეგია? თქვათ მოვიდა ადამიანი, მან მოიყვანა 3 ადამიანი, გადაიხადა თვითონ $50 და მოუწევს სპონსორს ერიცხება ნახევარი, ანუ $75, საერთო ჯამში $75. შემდეგ სამმა მოიწვია კიდევ 3 ადამიანი, თითოეულმა გახდა 9 ადამიანი, შემდეგ კიდე იმ 9 ადამიანმა მოიწვია 3 ადამიანი, გახდა 27 ადამიანი, შემდეგ 91 ადამიანი და ასე ვითარდება ეს საფეხურები, ყოველკვირეულად იზრდება რაოდენობა და საერთო ჯამში პირველ თვეში ჩვენ გავდივართ $390-ზე. ასეთ საოცარ ხელფასზე. ყოველ კვირეული მოწვევით შეგვიძლია თვის ბოლოს
ანუ მეორეთვის პირველ კვირას ხუთშაბათს დღეს ირიცხება ხელფასი, ავიღოთ $390. და ეს ჯაჭვი თუ არ გაწყდება და ყოველკვირელად მოხდება პარტნიორების მოყვანა, ჩვენ უკვე მეორე თვის, მესამე თვის დასაწყისში გავდივართ $6,561-ზე. როგორი ხელფასია, სად არის ასეთი კომპანიები, ასეთი სწრაფი შემოსავალი, არის სადმე? მთავარია ჩვენ ადამიანებმა მოვინდომოთ, მოვიყვანოთ, მოვიწიოთ ადამიანები და გამოვიყენოთ ეს აწყობილი უნიკალური სისტემა, რომლის გამოყენება შეიძლება ყველგან. აქ არ არის საჭირო ოფისი, აქ არ არის საჭირო რამე ზედმეტი ხარჯები, ხომ სადაც ინტერნეტი იჯერს, ნებისმიერ ადგილიდან შეგვიძლია ვიმუშაოთ, ნებისმიერ ქვეყნიდან მოვიწიოთ ადამიანები, ჩავართოთ ამ უნიკალურ კომპანიაში და ვაშენოთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი სტრუქტურა, შვიდად, გემრიელად, ხალისიანად, დავაბედნიეროთ ჩვენი თავით, სხვებიც. აი ესეთი სასწაული კომპანია ნამდვილად არ არსებობს და მე ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხდი. ვაგრძელებთ ახლა მუშაობას, ვაგრძელებთ წინსვლას, ვაგრძელებთ შემოსავლების გაზრდას, მუშაობთ, ვიწერთ კვლავ ადამიანებს, ჩვენი მოწვეულებით იწვევენ ადამიანებს, ანუ კვირაში 3 ადამიანი, ეს არის გათვლილი. აი ეს თანხები გათვლილია ამ სტრატეგიაზე. ყოველ კვირას ვიწევთ 3 ადამიანს. მივდივართ, მუშაობთ, ვიწევთ, ჯაჭვი არ წყდება და გადავდივართ უკვე მეხუთე კვირას. თითოეული პარტნიორი გადის $2,460 ხელფასზე. ეს რა თქმა უნდა უკვე სერიოზული შემოსავალია და ამ ეტაპზე თქვათ, ჩემს მიერ მოწვეული 3 ადამიანი, როდესაც მე გავალ $2,460-ზე, ჩემი მოწვეული 3 ადამიანი პირველი ხაზიდან გადის იგივე ხელფასზე $2,460-ზე და მათი ხელფასის ნახევარი მე რიცხება მე, როგორც მათ სპონსორს. ეს საერთო ჯამში არის $3,690. როგორი შემოსავალია? ძალიან კარგი. მუშაობთ, ვიწევთ კიდევ ყოველკვირეულად ადამიანებს, ჩვენი მოწვეულები იწევენ ადამიანებს და გადავდივართ, ივსება ჩვენი ლეველები, ანუ ჩვენი საფეხურები სრულად ივსება და გადავდივართ უკვე $16,000 შემოსავალზე. ამ დროს უკვე ვართ ბრილიანტის სტატუსში და ჩვენ რა თქმა უნდა კომპანიის საქონელბრუნვიდან 2%-იც გვერიცხება. და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მესამე კვირას უკვე ხვდებით ვერცხლი, მეხუთე კვირას ხვდებით ოქრო და მერვე კვირას ხვდებით ბრილიანტი. კომპანია ლიუგუჩი არის გარკვეული სტატუსები, როდესაც 2 ადამიანს მოიწევ, ხვდები ბაჯალო არა. ბრინჯაო. როდესაც ვიწევთ პირადში 10 ადამიანს და ჯგუფში ყავს 20 ადამიანი, ხვდებით ვერცხლი და როდესაც ვიწევთ 100 ადამიანს და ჯგუფში ყავს 500 ადამიანი, ხვდებით ოქრო. და ასე ეტაპობრივად შემდეგ ბრილიანტი, გვირგვინოსანი ბრილიანტი და ასე შემდეგ რა ეს კარიერული სვლა ხდება გუნდის რაოდენობის მიხედვით. აი ესეთი საინტერესო მარკეტინგია, მაგრამ კიდევ აი რას მინდა მივაქციო ყურადღება, ეს პარტნიორულ სისტემაზე ვისაუბრეთ, რომლებიც დარეგისტრირდებიან $50, ხომ? $40 უკვე აღნიშნე არის ბიზნესის, ვყიდულობთ ჩვენ ადგილს კომპანიაში, გვეხსნება ჩვენი ბექ-ოფისი, სადაც ყველანაირი მონაცემებია, პროდუქტი, შემოსავალი, გადარიცხვები, ანუ ყველა ინფორმაცია არის თვალნათლივ და თითოეული პარტნიორი აკონტროლებს თავის გვერდს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ ყველაფერი არის გამჭვირვალე. მაგრამ კომპანია, როგორც მოგეხსენებათ, არის ძალიან მზრუნველი და მის თითოეულ პარტნიორს დიდ უფლებებს აძლევს, ასე ვთქვათ, და როგორც მეგობარი, აი ესე ასეთი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ კომპანიამ გახსნა კიდევ ახალი საშუალება ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ვთქვათ, ჯერჯერობით არ უნდა რომ იყოს პარტნიორ სისტემაში და სურს გამოიწეროს პროდუქცია. აი ასეთ ადამიანს შეუძლია $10 დარეგისტრირდეს კომპანიაში, მას მიენიჭება რეფერალური ლინკი და ამ ლინკის საშუალებით გამოიწერს პროდუქციას ფასდაკლებით. ისევე როგორც ვთქვათ, პარტნიორ სისტემაში ჩვენ გვაქვს საოცარი საშუალება
ფასდაკლებით გამოვიწეროთ, 75% ფასდაკლებით გამოვიწეროთ ეს შეუდარებელი პროდუქცია, იგივე საშუალება ეცლებათ $10 დარეგისტრირებულ კომპანიის წევრებს. მათ ეძლევათ, როგორც აღნიშნე, რეფერალური ლინკი და ამ ლინკის საშუალებით თვითონაც გამოიწერენ, აგრეთვე შეუძლიათ გადაუგზავნონ ეს ლინკი სხვა ადამიანს და როდესაც ისინი გამოიწერენ პროდუქციას, რა თქმა უნდა, ეს დაფიქსირდება კომპანიაში და იმ ადამიანს, ვინც უკვე ვთქვათ, ეს ლინკის მოწვევა განახორციელა, როცა პროდუქციას გამოიწერს, კომპანია უგზავნის, აი ამ გაწეული შრომისთვის უგზავნის ერთ პროდუქციას საჩუქრად. აი წარმოიდგინეთ, როგორი ადამიანური და მზრუნველი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ამ $10 ადამიანს შეუძლია უსასრულოდ გააკეთოს და უსასრულოდ მოიწვიოს ესეთი ადამიანები თავისი რეფერალური ლინკით, მაგრამ თუ მას გაუჩნდება სურვილი, რომ გადავიდეს პარტნიორულ სისტემაში და რა თქმა უნდა, ფინანსურ მოგებაზეც დაიწყოს მუშაობა, შეუძლია გადაიხადოს $40 და ის უკვე გახდება სრულუფლებიანი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია უკვე ბიზნესის აწყობა და გარკვეული წინსვლა მარკეტინგული თვალსაზრისით. კიდევ რა შეიძლება მარკეტინგის მხრივ ითქვას, ძირითადი მონახაზი მოგახსენეთ და ეს სანდოობა, რაც მთავარია, რაც არის ერთ-ერთი და ძირითადი კომპანიის მამოძრავებელი ძალა, ეს არის სანდოობა, გამჭვირვალობა და ყველა ინფორმაციის ჩვენამდე მოღწევა. მოგეხსენებათ კომპანიის გენერალური მდივანი ბენგლისკი და მისი მარკეტოლოგი ნოდერ ხაზანი არიან სულ ვთქვათ ხაზზე თითოეულ პარტნიორს აწვდიან ინფორმაციას, მეილზე მოდის ინფორმაცია კომპანიის სტრატეგიასთან დაკავშირებით, როგორი წარმატება აქვს, მსოფლიოში რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა, მათი ზოგადი გეგმები და რა თქმა უნდა იმ სიურპრიზებსაც, რასაც თვითონ ალბათ ყველაფერს არ იძახიან, მაგრამ გარკვეულწილად იმ სიურპრიზებსაც აშკარავებენ და იძახიან თუ როგორი მომავალი ელის კომპანია ლივგუდს. და ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი პარტნიორისთვის მსოფლიო მასშტაბით არის დიდი სტიმული და უფრო მეტი ენთუზიაზმით გვინდა რომ ვიმუშაოთ და ვიყოთ ამ საოცარი კომპანიის განვითარების წინსვლის თანამონაწილეები და ბატონი ბენგლისკი კიდევ მას ბრძანებს ერთ-ერთ ვიდეოში, რომ ვინც იქნება კომპანია ლივგუდის ერთგული, როგორც ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების ერთგულები, მათ ნამდვილად დაუფასდებათ ეს ერთგულება და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ, რა თქმა უნდა, ვინც მთელი გულით მუშაობთ აქ, ვართ ერთგული ამ კომპანიის და იმ სიკეთეს ვხედავთ, რასაც ემსახურება კომპანია ლივგუდი. მინდა ახლა მოგახსენოთ, რომ კომპანიაში აგრეთვე არის, როგორც აღნიშნე, ჯანმრთელობის მხრივ მეორე, ვთქვათ, მიმართულება, ხომ? ერთია მარკეტინგი, ბიზნესის კეთება, მეორე არის, ვთქვათ, ჯანმრთელობა, მაგრამ ადამიანს აქ არ ევალება პროდუქციის სავალდებულო არ არის შეისყიდო პროდუქცია. ეს ისეთი დონის პროდუქცია თვითონვე თვითგაყიდვადია, ასე ვთქვათ, ისეთი შედეგები და კომპანიის პროდუქციამ, რომ არ შეიძლება აქ იყო ადამიანი და არ გამოიყენო ეს შანსი, რომ ფასდაკლებით, ვთქვათ, არ გამოიწერო ეს უნიკალური პროდუქცია, რაც მოგცემს ჯანმრთელობას, რომ უფრო ხალისით, ენერგიულად აკეთო შენი საქმე და დაეხმარო აგრეთვე სხვა ადამიანებს. ამიტომ კომპანიის გენერალურმა მდივანმა ბენგლისკიმ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ სწორედ ჯანმრთელობაზე ефიქრა და პირველად თავის კომპანიის პლატფორმაზე შემოიყვანა, გააფორმა, ასე ვთქვათ, კონტრაქტი ამერიკელ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებთან, ცოლ-ქმარ გუტკინებთან, რაია და ლიზა გუტკინებთან, ამ უნიკალურ ადამიანებთან, რომლებიც არიან ნამდვილად უნიჭერესი ადამიანები და მათი თითოეული პროდუქცია დამყარებულია გამჭვირვალებაზე, სანდოობაზე და შედეგზე. ისინი არიან, როგორც გითხრათ, მედროშეები, ესე ვეძახი, მედროშეები არიან თითქოს მსოფლიო მასშტაბით და
აიმაღლეს ხმა, იცით რის წინაშე რა მახინაცია რა კომერციული გათვლები არსებობს ამ ბიოდანამატებთან საშუალებით და ჩვენ დაკავშირებით და ჩვენ არაერთი ვიდეო გადაგვით აქ ქალბატონმა ნანა ლომიძემ, სადაც საუბრობენ ბეგლისკი და რაიან გუტკინი და ამხელენ რამოდენიმე კომპანიას, როგორ ფალსიფიცირებულად აწარმოებენ ბიოდანამატებს. ეს არის რეალობა, რადგანაც მათ ეს ხმამაღლა განაცხადეს, ეს რა თქმა უნდა არის რეალობა. წერია ვთქვათ ერთი რაღაცა ბიოდანამატების შეფუთვაზე, მაგრამ შეიცავს სულ სხვა რაღაცას. ამიტომ არის რომ შედეგს არ აღწევს ადამიანის ჯანმრთელობა და ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ჩემი შვილი პირადად და ეს მე ჩემ თავზე, ჩემი ოჯახის წევრის თავზე გამოვცადე, რომელიც იწერდა სხვათა შორის ამაზონიდან, იწერდა სხვადასხვა ამერიკული ბრენდის ბიოდანამატებს, რომელიც იყო ძალიან ძვირად ღირებული, 150, 200 და 300 დოლარიც გადაუხდია, ცალკე გზის ფულიც გადაუხდია, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონდა იმ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც მას აწუხებდა და ეს კონკრეტულად იყო ანემია. და როდესაც გახდა კლუბის წევრი და ის იმყოფება აგრეთვე დუბაიში და ამიტომ ვიძახი ამ კომპანიის უნიკალურობას. მე ვარ საქართველოში, ჩემი შვილია დუბაიში, ხომ? არ არის პრობლემა. გახდა ონლაინ გავაწევრიან და გახდა კლუბის წევრი. ანუ ჩემი სტრუქტურა უკვე დუბაიშიც მუშაობს. პლუს გამოიწერა იქ ფასდაკლებით, როგორი შეღავათია, გამოიწერა პროდუქცია ფასდაკლებით, $100 გამოიწერა 6 პროდუქტი, მიიღო და უკვე მეორე მესამე დღიდან მისი ჯანმრთელობა სულ უფრო უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. და დღეს არის ძალიან ბედნიერი, აღარც ანემია აქვს და არც სხვა პრობლემები აღარ აქვს. აი ერთმა გამოწერა, მოუგვარა ეს პრობლემა. ჩემი შვილის შემთხვევაში ესეთი საოცარი შედეგი მივიღეთ. აი ეს გადახვევა გავაკეთე, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო. აი ასეთ უნიკალურ კომპანიაში ვართ. არის საოცარი მარკეტინგი და არის საოცარი ბიოდანამატები და საოცარი ადამიანები. კიდევ ის არ გამომჩეს, რომ აქ არის საშუალება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებს, რაიანეს და ლიზას და რაიანეს შეგვიძლია პირადად მეილზე მივწეროთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს. მე მივწერე რამოდენიმე დღის უკან ერთ-ერთ ჩვენ სპონსორსაც ვესაუბრე ამის შესახებ, ვიტყვი ბარიღამ ქალბატონ ნანის იკინჭელაშვილს, ჩვენ მქონდა პირადი საუბარი და მას ჩემი ემოცია გადავეცი. აი როგორი თბილი მიმართვით მოგმართავენ. ჰაი ინკა, იმედია კარგად ხარ. ანუ შენი ჯანმრთელობა ესე როგორ შეიძლება რამდენი თანამშრომელი, რამდენი პარტნიორი ყავთ, რამდენი წერს ასეთ წერილს, ხო? მაგრამ აი არ დარჩებათ არც ერთი უყურადღებოთ, რომ ესე თბილად არ მოგიკითხონ. თითქოს შენთან არიან, შენს გვერდით არიან, შენ ტკივილს იზიარებენ. აი ამიტომ ვართ ასე ანთებულები ამ კომპანიაზე, ამიტომ შეგვაყვარეს თავი ასე. მე ძალიან მიყვარან ისინი და მინდა რომ ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს ამ კომპანიით, გაიმჯობესოს ჯანმრთელობა და ბევრ გაჭირებულ ადამიანებს დავეხმაროთ. და მე რა თქმა უნდა მომწეს გარკვეული მითითება, თუ რომელი პროდუქცია უნდა მიმეღო და ის პროდუქცია ახლა ჩემთან არის, მე ამ ეტაპზე არ ვიმყოფები ოჯახში, ვარ დასასვენებლად ზღვისპირეთში და რა თქმა უნდა ფაქტორ 4-ის გარეშე არ წამოვიდოდი. და ფაქტორ 4-ს ყოველდღე მივირთმევ. და აქ კიდევ ერთ გადახვევას გავაკეთებ, ონლაინ ბიზნესი რატომ არის კიდე საუკეთესო. სადაც გინდა წახვიდე, სადაც ინტერნეტია, ნებისმიერ წერტილში იმუშავებ, აგერმე ვისვენებ, მაგრამ თქვენს წინაშე წარდგე პრეზენტაციით. აი ეს ხომ ბედნიერება, თავისუფალი ხარ ამ ბიზნესში, აკეთე შენი საქმე, იყავი ჯანმრთელი და იყავი ბედნიერი. კიდევ რა უნდა განახოთ? ეს არის დეტოქსის წვეთები, რომელიც მივიღე საჩუქარში, ნებისმიერი პარტნიორი, ვინც გამოიწერს პროდუქციას კომპანიისგან ვიღებ საჩუქრად დეტოქსის წვეთებს. და რატომ ვიღებ დეტოქსის წვეთებს? იმიტომ რომ ორგანიზმის გაწმინდა არის აუცილებელი. ხო, დაბინძურებული ჰაერი, ეკოლოგია, საკვები და ეხლა მე რადგანაც ვიმყოფები ზღვისპირეთში და ვიღებ მზისხივებისგან გარკვეულ რადიაციასაც, მოგეხსენებათ, რადიაცია მომატებულია ყოველდღე, უნდა ჩავაწვეთო ერთ ჭიქაში რამოდენიმე წვეთი, მივირთვა,
რომ გამოვდევნო ის რადიაცია და ის მავნე ნივთიერებები, რაც მივიღეთ დღის განმავლობაში. და ვიყო ენერგიულად. პრეზენტაციის შემდეგ მივირთმევ ამ დეტოქსის ქლოროფილისა და ცელულოზის უნიკალურ წვეთებს. აი ეს ორ პროდუქციას რაც შეეხება, მაგრამ მე არ შემიძლია რომ სხვა პროდუქციებს არ ვისაუბრო. მინდა ეხლა ზოგადად მიმოხილვა გავაკეთო თქვათ ორ წამყვან პროდუქციას, გახლავთ სუპერმწვანე და სუპერწითელი. და რატომ არის ასეთი ეფექტური შედეგიანი კომპანია ლიგუდის პროდუქცია, იმიტომ რომ რაც კი არსებობს სოფლიოში წამყვანი მცენარეები, აი რაც გაგიგიათ თქვათ სხვადასხვა კომპანიებს ხო აქვთ ბიოდანამატები, აი იქ რაც კი გაგიგიათ წამყვანი მცენარეები, ყველაფერი არის შეკრებილი და მოთავსებული ლიგუდის სხვადასხვა პროდუქციაში, წამყვან პროდუქციაში. სუპერმწვანეში არის დაახლოებით 12 სახის მცენარე, ალოე ვერა, ბაბუაწვერას ფესვები და ყვავილი, გახვივებული ხორბლის, ჯეჯილის ფხვნილი, აგრეთვე არის მრავალძარღვას ფხვნილი, სუპერწითელში არის უნიკალური რესერვატროლი, წიფწიფებისგან დამზადებული რესერვატროლი, რომელიც არის ანტი, ესე იგი, ქოლესტერინის გამოაქვს სისხლძარღვებიდან და არის ანტი სიმსივნის საწინააღმდეგოდ არის უნიკალური, რადგან სისხლძარღვების კედლებს სრულიად ათავისუფლებს მისი ქოლესტერინის ფოლაკებისგან და ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისგან რომ ადამიანს აქვს მაღალი წნევა ქოლესტერინი ხო გულსისხლთა სისტემის გულსისხლთა დაავადებები და მნიშვნელოვანია რომ გაიწმინდოს სისხლძარღვები კაპიტალურად. აგრეთვე ახლა დაემატა გოჯიბერი, რომელიც მინერალების მიკროელემენტების საოცარი საბადოა და მისი შემადგენლობა უფრო შედეგიანი გახდა, ასე ვთქვათ. და მინდა აუჩნო, რომ სუპერწითელი არა მარტო სისხლძარღვების გაწმენდაზე მუშაობს, აგრეთვე უნიკალურია ფარისებრი ჯირკვის ფუნქციის აღდგენისთვის, რადგან შეიცავს შვრიის, ჯეჯილის წვენის ექსტრაქტს და ის დადებითად მოქმედებს ჩიყვზე და ჩიყვის ფუნქციის აღდგენაზე. აი ასეთი უნიკალური პროდუქციასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეხლა შორს წამიყვანს ესე დაწვრილებით რომ განვიხილოთ თითოეული პროდუქცია, თუნდაც რა დღეს ისევ დაუბრუნდები, მინდა რომ განახოთ აი ეს ფაქტორ 4-ის ულამაზესი შავი კაფსულა, რომელიც ძალიან მიყვარს და ამ ერთ კაფსულაში მოთავსებულია 4 უნიკალური პროდუქცია, რომელიც არის წამყვანი სხვადასხვა, ვთქვათ, ბიოდანებრივ სხვადასხვა ბრენდებში, ვთქვათ, და ლიგუდის ბრენდმა ეს ერთ კაფსულაში მოაქცია. და აი რა არის ეს სამი ბუნებრივი საშუალება, რომელიც საოცრებებს ახდენს და საოცარი შედეგები დადო ჩვენ ამის მომსწრევად საქართველოს მთავარ ჩატში ყოველ ოთხშაბათობით ტარდება, მინდა გითხრათ, რომ ყოველ ოთხშაბათობით ტარდება ყავა ლიგუდთან ერთად, ეს არის თავისუფალი თემა, საუბრობთ შედეგებზე, პროდუქტზე და კიდევ რაც არის პრიორიტეტი, თქვათ, საჭიროების მიხედვით საუბრობთ, მაგრამ ორშაბათს და პარასკევს ტარდება მარკეტინგთან დაკავშირებით პრეზენტაციები და თითოეულ ადამიანს, რა თქმა უნდა, მარკეტინგის მხრივ შეუძლია განვითარება, მაგრამ ეხლა ჩვენ საუბრობთ პროდუქტზე, უბრალოდ ეს რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა. აი ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ფაქტორ 4-ს. ფაქტორ 4-ში გვაქვს უნიკალური თევზის ქონი და ეს თევზის ქონი არის ცივი წყლის თევზებისგან მოპოვებული, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და ყველაზე კარგი თვისებებით გამოირჩევა. აგრეთვე არის შეიცავს კურკუმას, შეიცავს ქვენზინ A-ს, რომელიც არის ენერგიის წყარო და შეიცავს ნივრის ზეთს. აი ეს 4 უნიკალური შემადგენლობა ახდენს იმას, რომ ორგანიზმიდან გამოდევნოს მავნე ნივთიერებები, აღადგინოს ნივთიერებათა ცვლა და მოძებნოს ის ანთებითი პროცესები, რაც ფარულად მიმდინარეობს ორგანიზმში და იმუშაოს მის ჩაქრობაზე. და ანთებითი პროცესებიდან მოდის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაავადება, რომელიც მერე ქრონიკულში გადადის.
არ შემიძლია კიდევ არ შევეხო ერთ-ერთ პროდუქტს, ეს ახალი პროდუქტია, ორი ახალი პროდუქტი, ეს გახლავთ ორგანული ბოჭკო, რომელიც შეიცავს ბაობაბის, აი ცნობილ ბაობაბის, რომელიც არაერთ კომპანიაშია წამყვანი, ბაობაბის ექსტრა შეიცავს და აგრეთვე სილიუმს. სილიუმი არის კუჭინაწლავისთვის მნიშვნელოვანი მცენარე. და რა ბედნიერები ვართ, რომ ასეთი უნიკალური შემადგენლობით შემოვიდა კომპანია ლივგუჩი კუჭნაწლავის უჯრედის დონეზე გამწმენდის საშუალება და აგრეთვე ღვიძლის გამწმენდი პრეპარატი, ღვიძლის გამწმენდი პროდუქტი, რომლის წამყვანი მცენარე გახლავთ ბაყაყურა. ბაყაყურა აგრეთვე ბაბუაწერაც, მაგრამ ბაყაყურამ აიღო ყველა ის მთავარი ფუნქცია, რაც ეხება ღვიძლის გაწმენდას და ღვიძლი წარმოგიდგენიათ, რომ მთავარი გამფილტრავია სისხლის და თუ ღვიძლი არ ფუნქციონირებს, ორგანიზმის ჯანმრთელობის ალბათ ნახევარი არ არის მზადყოფნაში, ასე ვთქვათ. და არა მარტო მათთვის არის ეს აუცილებელი ეს პროდუქტი, ვისაც ნაღველი არ აქვს, მათთვისაც, ვისაც ნაღველი აქვს. თუნდაც სილები აქვს ნახველში, კენჭი აქვს ნახველში, ხომ აგრეთვე ღვიძლთან ერთად სუფთავდება სანაკლეგზების სადინარები, თირკმლის სადინარები და ასე შემდეგ ძალიან დიდი სიკეთე შეუძლია მოიტანოს. მე ისე მიყვარს ჩვენი ლივგუდის პროდუქცია, მათზე საუბარი შორს წამიყვანს, შედეგები აუარებელი გვაქვს, ეხლა მაგის ჩამოთვლასაც არ დავიწყებ, ვინც ბრძანდებით ეხლა მოწვეული სტუმრები, ძველი პარტნიორები თუ ახალი შემოერთებული პარტნიორები, მოგიწოდებთ, რომ ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს არ გამოვტოვოთ საქართველოს მთავარი ჩატის პრეზენტაციები, აქ მოისმინეთ, იაქტიურეთ, მიიღეთ ინფორმაცია და ეს პლატფორმა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ განვითარდეს ადამიანი და ფეხი აუწყოს იმ ცვლილებებს, რაც ხდება კომპანია ლივგუჩი. ჩვენი სპონსორი ქალბატონი ნანა ლომიძე, რომელმაც შემოიტანა საქართველოში ეს უნიკალური, აი მართლა საუკუნეზე გათვლილი კომპანია, რომლის მსგავსი მე არ ვიცი ვინ უნდა შექმნას. ესეთი აი ადამიანების მოსიყვარულე კომპანია, თითოეულ ადამიანზე რომ ფიქრობს, გვანებიურებს, გვითარგმნის ინგლისურენოვან ვიდეოებს, რომელიც Zoom-ში იდება, რომელიც YouTube-ზე იდება, Facebook-ის გვერდზე იდება კომპანია ლივგუდის, რათა საქართველოს მთავარი გუნდი, ქართველების გუნდი ვიყოთ წარმატებულები, წარჩინებულები და დიდი პრიორიტეტია, რომ დაარსებისთანავე რამოდენიმე თვეში შემოიტანა ქალბატონმა ნანამ ლომიძემ საქართველოში ეს კომპანია, რადგან ქართველებზე იფიქრა და მან არ შემოიტანა რომელიმე სხვა კომპანია, შემოიტანა ის კომპანია, რომელიც იყო ნაფიქრი, შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და სანდო კომპანია. ამიტომ მე არ მინდა რომ მოვისმინო სხვა ადამიანებისგან, თუნდაც რაღაც შედარება კომპანია ლივგუდის სხვა კომპანიებთან. ეს არის სრულიად განსხვავებული, ფენომენალური კომპანია. და მე ჩემ თავს ულოცავ, რომ აქ მოვხდი და თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ახლა იმყოფებით საქართველოს მთავარ ჩატში, ვინც არ იმყოფებით, მაგრამ ხართ უკვე კომპანია ლივგუდის წევრი, ვინც არ ხართ და ვინც მოისმენთ ამ ინფორმაციას, სერიოზულად მოეკიდეთ ამ კომპანიას. ეს არის მომავლის კომპანია, ეს არის მომავლის აი აწმყოს და მომავლის კომპანია. აწმყოს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მუშაობთ, ახლა ვიღებთ თქვათ ამ სიამოვნებას, როგორც ბიზნესის მხრივ, ასევე ჯანმრთელობის მხრივ, მომავლის, იმიტომ რომ მე შემიძლია ჩემი ბიზნესი თავისუფლად გადაუფორმო ჩემ შვილიშვილს თქვათ მომავალში ეს ხდება დოკუმენტებით ოფიციალურად და მათ გააგრძელონ ეს საოცარი აწყობილი ბიზნესი. მანამდე კი მე ვისიამოვნო, დავტყვე კომპანიასთან ერთად იმ წარმატებით, იმ წინსვლის, რაც ელოდება კომპანია ლივგუდს. აი ეს იყო ჩემი დღევანდელი პრეზენტაცია და გისურვებთ ყველას წარმატებას და ჩემ თავს თქვენთან ერთად. უღრმესი მადლობა ქალბატონო ინგა. ნამდვილად საოცარი პრეზენტატორი ბრძანდებით.
საოცარი ლიდერი ბრძანდებით, გილოცავს დებიუტს, ნამდვილად შედგა. მიყვარხართ და გაფასებთ და მიხარია რომ ხართ ჩვენი გუნდის წევრი. საღამოშვიდობის ქალბატონო ინგა. საღამოშვიდობის ქალბატონო ნანი. ძალიან გვასიამოვნე ჩემო ძვირფასო, შედგა კი არა, ნამდვილად შედგა და თქვენ ნამდვილად ბრძანდებით საუკეთესო პრეზენტატორი. ძალიან გვასიამოვნე ჩემო ძვირფასო, ყოჩახ თქვენ. ძალიან სასიამოვნო იყო ყველაფერი, მოსასმენად იყო ძალიან სასიამოვნო. აბსოლუტურად ყველაფერს შეეხე და თითოეული ადამიანის გული უნდა აღიძრა საიმისოდ, ვინც არ არის დღეს კომპანია ლივგუჩი შემოგვიერთდეს. მართლაც ვართ საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანიაში. მე და თქვენ ქალბატონო ინგა ეს ვიგემეთ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ ჯანმრთელობა გავიუმჯობესეთ და ამიტომაც უფრო ძალიან გვიყვარს ჩვენ ეს კომპანია. ჯანმრთელობასთან ერთად ჩვენ ვიცით რომ აუცილებლად ამ ყველაფერს მოყვება ის რომ ჩვენი ბიზნესი აუცილებლად განვითარდება. გილოცავთ ქალბატონო ინგა, გვიამაყებით რომ უკვე ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტატორი შემოგვიერთით. ძალიან ლამაზად გამოიყურებით, ძალიან საყვარელი ქალბატონი ბრძანდებით. მუდამ წარმატება თქვენ. ქალბატონო ნანი, მინდა გითხრათ რომ აი ჩემ ამ პრეზენტატორობაში, ვთქვათ, ჯერ ამ წარდგენაში, ყველაფერში თქვენ მიგიწვით, აი ჩემ წინამორბედებს მიგიწვით ძალიან დიდი როლი. მე თქვენ პრეზენტაციებზე ჩამოვყალიბდი, ასე ვთქვათ, მივიღე ის ცოდნა, რასაც ახლა გადმოგცემთ. ამიტომ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და წინ საქართველოს გუნდს წარმატებისკენ. უნდა დავიპყროთ მსოფლიო. ქალბატონო ინგა, ჩემო ძვირფასო, ეხანა ქალბატონი ნანა რო გვიშლის ხოლმე, ახლა მეც ცოტა გავწითლდი, ჩემო ძვირფასო, მადლობა ძალიან დიდი. თქვენ ხართ საუკეთესო ადამიანი პირველ რიგში და ამიტომაც მე თქვენთან ყოველთვის მქონდა ურთიერთობა. სიამოვნებ და მზად ვიყავი ყოველთვის თქვენი კითხვისთვის პასუხი გამეცა, რაც შემეძლო და თქმა უნდა შეძლებს დაგვარად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, გეფერები. ესე ახლოს რომ იყო, ახლა მართლა ჩაგიხუტებდით გულში. ყველა ერთმანეთს. აუცილებლად იქნება ჩვენი შეხვედრები ოფლაინაც და აუცილებლად ერთმანეთს ჩავეხუტებით და მოვეფერებით. მართლა საქართველოს გუნდს გაუმარჯოს და ყველა ერთგულ ლივგუდის წევრს გაუმარჯოს. კიდევ ერთხელ გეფერებით. უღმესი მადლობა. მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი პრეზენტაცია, გვიხარია უზომოდ, გვიხარია რომ ქართულ გუნდს კიდევ შემოემატა კიდევ ერთი გონიერი, მიზანდასახული, შრომელი პიროვნება თქვენი სახით. და ძალიან გვიხარია ეს, რადგანაც ჩვენ ყველა ვესახურებით ერთ საქმეს, ერთი მიზნისკენ მივდივართ და რა თქმა უნდა ერთად ასე უფრო შევძლებთ ესე ერთმანეთის დახმარებით მივაღწიოთ წარმატებას. ძალიან კარგი პრეზენტაცია წაგვიდგინე, ეს დებიუტი შედგა საუკეთესოდ, მოხარული ვართ, ძირფესვიანად მოგვაწოდე ინფორმაცია და ძალიან ლამაზად წარადგინე, ისე როგორც ეს ეკადრება ამ მეგა კომპანიას, რომელშიდაც ჩვენა ვართ. ძალიან გვიხარია, გვახარებს თქვენი შემოერთება, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებულ და ბევრ სიხარულს გისურვებთ ქალბატონო ინგა, რადგანაც ეს არის კომპანია, სადაც ასეთი მიზანდასახულობა, შრომა ფასდება. ამას ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ. გისურვებთ წარმატებებს. გაიხარეთ. საღამოშვიდობისად. მესამედიდან საზოგადოებას მოგვითხრობთ სიყვარულით. საღამოშვიდობის ქალბატონო ინგა. თქვენთან ისმის, შემთან არის მის. არის ძალიან დაბალზის. დიახ, დაბალზის. ვინ საუბრობს, აბა? არის, მოიჭია. მაკა. ძლივს ისმის. მოძვირფასო, რომ გაბრძანდეთ და შემოგბრძანდეთ?
აუდიტორიადანაც დიდი სიამოვნებით მოვისმენთ ნებისმიერი ჩვენი ეხლა გესმით ჩემი? კიდე ისმის ეხლა ისმის გისმენთ. ალბათ ერთი წუთი მე აჰა ეს ტელეფონი გამო გესმით ჩემი? ეხა ისმის. არ ისმის? კი, ისმის, ისმის. მოგესალმებით. უნდა იკარგათ ჩემთან ვიდეო, მაგრამ არ აუშავს. მოგესალმებით. დიდი სალმები დამსწრე საზოგადოებას, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მოგესალმებით, ჩემო ინგა. ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა. ძალიან გამიხარდა თქვენი გადადგმული ნაბიჯები. წარმატებებს გისურვებ. ყველაფერი საუკეთესო მინდა რომ გისურვოთ. აი გისმენთ მთელი პრეზენტაციის განმავლობაში და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილების და გავლენის ქვეშ ვარ, ჩემო კარგო. იმდენად დეტალებში ახსენეთ ყველა ნიუანსი კომპანიის, რომ არ შეიძლებოდა რაიმე გამოგრჩენოდა ადამიანს და გულით არ მოგესმინა და არ გაგიაზრებინა. განსაკუთრებით ერთი მომენტი იმდენად მომეწონა და იმდენად კმაყოფილი დავში, ინგა აი მეტი რომ არ შეიძლება და მე ამას გეტყვი, ეს იყო მთელი ამ ხნის მანძილზე პრეზენტაციის განმავლობაში ერთ მომენტს გაუცე ხაზი კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის პარტნიორებს და მომხმარებლებს შორის ურთიერთობას გაუსვით ხაზი და ეს მე ძალიან მომეწონა, იცით? ეს იმხელა ზოგადად თვითონ კომპანიას აქვს ჩადებული აი ეს მომენტი, რომ სავიზიტო ბარაც ვეძახი მე ამ მომენტს კომპანიის სავიზიტო ბარაც, იმიტომ რომ ამხელა კომპანია, რომელიც მსოფლიო დონეზე გუგუნებს, ისეთი ხაზი აქვს, ისეთი ნაბიჯი აქვს გადადგმული ადამიანებთან ურთიერთობის, რომ ვერაული გვერდს ხდებით. ეს იქნება მეილზე მიწერმოწერა, ეს იქნება ყოველკვირეული ზუმი, ეს იქნება ყოველკვირეული განმარტება პროდუქტებისა და დანამატების და ყველაზე მეტი ის არის, რომ რაღაცა კითხვა რო გჭირდება და ეკონტაქტებით თვითონ ამ ადამიანებს. ამაზე იმხელა განმარტება გქონდათ გაკეთებული, რომ ყველა მთლიანად აი ამ პრეზენტაციას უდრიდა. ძალიან მაგარი გამოვიდა, წარმატებებს გისურვებთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, პირველი ნაბიჯებია და დარწმუნებული ვარ, მწვერვალამდე მიხვართ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჩემო კარგებო. თქვენიანად. ყველას წარმატებებს გისურვებთ. საქართველოს გუნდი უნდა აკაშკაშდეს, როგორც არასდროს. მოგესალმებით, ქალბატონო ინგა. გილოცავთ ამ თქვენს პირველ დებიუტანტს და ასეთ ნაბიჯის გადადგმას. ჯერ ის რომ კომპანიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შემოიტანა, ძალიან დიდი როლი მოგვანიჭა ჩვენ, იმიტომ როგორც აღნიშნეთ, თქვენს პრეზენტაციაში დებიუტსაც არ დავარქმევ, იდეალური პრეზენტაცია წარადგინეთ. წარმატებები მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ თვითონ კომპანია არის წარმატებული და აქ შეუძლებელია ადამიანები არ იყვნენ ბედნიერები, რა თქმა უნდა, თუ მოვინდომებთ ჩვენ და გავაკეთებთ სიკეთეს, ხო, მეტი არაფერს არ ვაკეთებთ ჩვენ აქ. ყიდვა-გაყიდვა, არბევალება და ასე შემდგომ. მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების გაბედნიერება და სიკეთის კეთება. აი ასეთ მართლაც გრანდიოზულ კომპანიაში ვიმყოფებით და მიხარია რომ გვემატებიან ახალი პრეზენტატორები, რადგან ამას დიდი ხანია ველოდით ჩვენ ძველი პრეზენტატორები უკვე. ასე რომ წარმატების გზაზე გელოთ მუდამ და ამ კომპანიასთან თქვენ ისეთი ემოციები გაქვთ, ისე საოცრად ხედავთ ამ კომპანიას, რომ თქვენი ემოციები ჩვენთვისაც ძალიან გადამდებია. ასე რომ მართლაც უნდა ავაყვავოთ საქართველოს კომპანია ლიუგუდი გვაძლევს ჩვენ ამის სრულ შანსს. წარმატებები.
უმეტი მადლობა თქვენ. მოკლედ მინდა შემოხევა გაქვთ და მე ვერ ვეღირსე თქვენამდე მოწვეთ. გაძლევთ უფლებას. ველოდები არა ჯერ ინტერნეტმა არ გამომიშვა და ახლა თქვენ არ მიშვებთ რომ დაველაპარაკო. კიდევ არა დაუთმობ პარტნიორებს სიტყვას თქვას ყველამ და ბოლოს მე ვიტყვი. საღამომშვიდობის კარგი სოფო დაგელოდებით. Osmai თქვით შემდეგ ვიტყვი მე. არა სოფო თქვენ თქვით არა სოფო არა თქვენ თქვით დაგელოდებით. კარგი, მადლობა. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით პარტნიორებო და ტრანსფერ საზოგადოება სტუმრებო. ქალბატონო ინკა, მოგესალმებით დიდი სიყვარულით, ძალიან ლამაზი ხართ მართლაც. ძალიან კარგად გამოგივიდათ დღევანდელი დებიუტი. მართლაც ჩვენს გულამდე რომ მოიტანეთ, ისე გადმოგვეცით ემოციით. გისურვებთ წარმატებას და გილოცავთ რომ ჩვენს გვერდით ხართ და ჩვენს ულოცავთ ჩვენ თავებს, ასე ვთქვათ რომ თქვენ ხართ ჩვენთან, იმიტომ რომ მართლაც ქალბატონის იცის არ იყოს, ძალიან კარგად გაქვთ დანახული კომპანია ლივგუდი რა არის. თუ ადამიანი დაინახავს კომპანია ლივგუდს როგორიც არის, პირველივე ნაბიჯიდან, პირველივე ქმედებიდან უკვე ის ადამიანი წარმატებულია და გილოცავთ რომ აი ზუსტად წარმატების რიგებში ხართ თქვენს და ასევე რა თქმა უნდა შემოგვერთით პრეზენტატორების სიაში ეს დიდი სიხარულია ჩვენთვის იმიტომ რომ რაც უფრო მრავალფეროვნება იქნება ჩვენს პრეზენტატორებთან პრეზენტატორების სახით ძალიან საინტერესო იქნება ასევე დამსწრე საზოგადოებასთვის და ახალი ადამიანებისთვის, ასე ვთქვათ, დაინტერესებულებისთვის. მე ამ შეხვედრიდან ვფიქრობ, არიან ადამიანები, ვისაც ებადებათ კითხვები და მინდა მივმართო სტუმრებს, რომ არ მოგერიდოთ ჩემო ძვირფასებო, დასვით კითხვები, გამოხატეთ თქვენი შეხედულებები. ძალიან გაგვიხარდება, იმიტომ რომ იმდენად კარგად ემოციურად გადმოგცა, ნამდვილად შეეხებოდა თქვენ გულებსაც. როგორც ჩვენ გულებს შეეხოთ. მადლობა. სოფო შენც მოენატრე ხალხს და უკვე გამოჩდი ჩვენთან. აუცილებლად, მალე დაგიბრუნდებით აუცილებლად. გელოდებით სოფო. მაიკო, აბა გისმენთ მაიკო. მოგესალმებით ყველას, საღამომშვიდობის ქალბატონო ინგა, მოგესალმებით განსაკუთრებით თქვენ, ძალიან დიდი ემოციებით ველოდებოდი ამ პრეზენტაციას და აღფრთოვანებული დავრჩი, იმიტომ რომ მართლა საოცრად გადმოეცით. გულიდან წამოვიდა ეს ყველაფერი და იგრძნობა რომ კომპანია გულში გაქვთ და სულში გაქვთ რომ და მართლა ეს ასია. აი ძალიან კარგი იყო. ვუყურებდი თქვენს პრეზენტაციას და ვფიქრობდი რომ მეთქი უკვე წლებია რომ ეს ქალბატონი პრეზენტაციას ატარებს. თქო, აი ასეთი პრეზენტაცია იყო. ისეთი პრეზენტაცია იყო რომ თითქმის კი არა და ყველა კითხვას რომ გაეცა პასუხი. ყველაფერს რომ შეეხო ზოგადად და ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ გულს შეეხო ინკა და ემოციის გარეშე აქ ადამიანი ვერ დარჩება და იმედი მაქვს რომ ამის შემდეგ ასევე მოწვეული სტუმრებიც ჩაერთვებიან აი ამ პრეზენტაციაში და დააფიქსირებენ თავიანთ აზრს. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ინგა და ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი ხართ. მივესალმები იტალიას. ბაია. მადლობა. იტალიას, საქართველოს გუნდი იტალიაშიც უნდა გაძლიერდეს. მადლობა, რა თქმა უნდა. მოგესალმები. მეც ვეტყვი ინგას ერთ-ორ სიტყვას. გილოცავთ ჩემო კარგო. მე კმაყოფილი ვარ, რო გისმენდი, სასიამოვნოდ გადმოეცი ყველაფერი. და პირველი ნაბიჯი რა რთულია ვიცი. შემდგომი დებიუტანტი საუბრობს. ვიტო გეუბნები ჩემ თავზე რომ უნდა გამოვცადო ყველაფერი და უკვე ვხდები რამხელა რთული ნაბიჯი გადადგი და მართლა გილოცა. ჩვენი რა ჩაატარე ყველაფერი, მართლა მოსალოცია, ყველას ულოცა ვინც არის. დაამსწრე საზოგადოება რომ მოისმინა ასეთი პრეზენტაცია დებიუტისკენ. გაიხარეთ, მადლობა. გაიხარეთ. წარმატებები ინგა, გელოდებით. მადლობთ. მოგესალმებით მეგობრებო, მეც მინდა აღნიშნო ქალბატონ ინგას გამოსვლა. მე ისედაც ფეიზზე ყოველთვის
მხდებოდა თქვენი ლაივები და ძალიან მომწონდა. დღეს იყო ძალიან კარგი გამოსვლა, ძალიან კარგი წარდგინება და სულ წარმატებებს გისურვებთ ჩვენს ერთიან საქართველოს გუნდთან ერთად. გაიხარეთ თქვენს. გაიხარეთ. აბა მეგობრებო, გელოდებით. მე მგონი ასპარეზი თქვენია, ქალბატონო ნანა. მოვიდა ჩემი რიგი, კარგი რომ მოვიდა ჩემი. ზოგადად იქიდან მინდა დავიწყო, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე, როდესაც ვეცნობი ადამიანს, არასდროს არ ვეკითხები, რა პროფესიის ხარ, სად მოღვაწეობ და ასე შემდეგ და დანარჩენი კითხვები ზოგადად. ყოველთვის ადამიანში ვეძებ ადამიანს და ყოველთვის ადამიანში ვკითხულობ ადამიანს. საერთოდ ამბობენ, რომ რამდენი ქართულად ამბობენ, ეს თიანთეს არსებობს 10 ფუთი მარილულ დაჭამო, რომ გაიცნო ადამიანიო, მაგრამ ზოგადად გული გულს ცნობს. 10 ფუთი მარილი არ დამჭირდა იმისთვის, რომ ინგა შევიცნო, როგორც ძვირფასი ადამიანი, ერთგული პიროვნება, პრინციპული, რაც ლიდერს უნდა ახასიათებდა და საერთოდ ადამიანს უნდა ახასიათებდა და მით უმეტეს ლიდერს, ხო? მოგეხსენებათ ყველა მიცით, რომ ინგა უკვე სალიდეროში ყავს შემობრძანდა ჩვენთან და შემოანათა, როგორც თქვენს წინაშე გაანათა დღევანდელი დღე. და ამიტომ ამ ადამიანს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ნამდვილად გაუძღვეს ამ სერიოზულ მიმართულებას, ამ სერიოზულ ბიზნესს და გაუძღვეს თავის სტრუქტურას, რომელიც ალბათ 10-დან 100-ად იქცევა და 100-დან 1000-ად და 1000-დან 10000-ად, რასაც გულწრფელად ვუსურვებ ინგას და ყველა თქვენთაგან ძვირფასო მეგობრებო. ინგა არის უერთგულესი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ახალია, სულ ახალი შემოსული კომპანიაში, მაგრამ თავიდანვე იგრძნო, დაინახა, მთელი სულით და ხორცით შეისწის ხორცა ეს კომპანია და მთელი თავისი არსებით აჩვენა ეს და ყველას დაგემტკიცათ უკვე აქამდე, სანამ ამ დებიუტს წარგვიდგენდა, ხო? აი, სანამ დებიუტანტი გახდებოდა, მანამდე უკვე ყველაფერი გიჩვენა. თქვენ უკვე იცნობდით მას მისი ვიდეო რგოლებიდან. ამ ვიდეო რგოლებში ჩანდა მთელი მისი ეს სიყვარული ლიგუდისადმი, მთელი მისი სითბო ლიგუდისადმი. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ახლა ამ ყველაფერს ტყუილად არ ვლაპარაკობ. შეიძლება ადამიანმა რაღაცა არ იცოდეს რაღაცის შესახებ. შეიძლება ადამიანი რაღაცაში ვერ ერკვეოდეს, მაგრამ იზიდავდეს მაგნიტივით ადამიანებს. იზიდავდეს ზუსტად მისი გულით, მისი სითბოთი, მისი აი ამ მონდომებით, მისი ამ ემოციებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ერთ-ერთ ვიდეო რგოლში მე კიდეც დავდე. გული უნდა ჩადოთ საქმეში. გულს თუ არ ჩადებ საქმეში, ის საქმე არასოდეს არ გამოვა. ის თუ კეთდება ზედაპირულად, ის თუ კეთდება რაღაცა არასასურველი მიზნებისთვის, ის არასოდეს არ იქნება წინ წასული. მე მოხარული ვარ, მე ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ აი ესეთი ძლიერი, ასეთი ერთგული, ეთილი და ძალიან კარგი ადამიანები გვერდდებიან ჩვენს სალიდეროში და მე ძალიან მიხარია, რომ ეს ადამიანები წარუძღვებიან ჩვენს ქართულ ჯგუფს, ქართულ ჩატს, ქართულ ფილიალს, ასე ვთქვათ, კომპანიის, ხომ? იმიტომ რომ რაც არის ფუძე, რაც არის ფუნდამენტი სახლის ზუსტად ისეთნაირად დგას მყარად. ამიტომ აი ეს არის ფუძე, სადაც იკრიბებიან ეს ადამიანები, რომლებიც გემსახურებიან მთელი გულით თქვენ ძვირფასო პარტნიორებო, ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ლივგუდის მოყვარულო ადამიანებო. გილოცავთ ინგა აი ამ პირველ ნაბიჯს წარმატებისკენ და გისურვებთ უამრავ და ულევ წარმატებებს უფრო მაღლა და მაღლა მწვერვალებისკენ. ჩვენ ყველანი ერთად
დავხურათ თელ სამყაროს, არა მხოლოდ საქართველოს, თელ სამყაროს. მე მიზნად მაქვს დასახული, რომ ეს გავაკეთო. უბრალოდ გამომყევით. მეც თქვენთან ერთად. გილოცავთ კიდევ ერთხელ. თქვენ ხართ ჩვენი მამოძრავებელი ღერძი, აი მართლა დედა ბოძი, დედა ბურჯი, ყველაფერი თქვენ ხართ, ქალბატონო ნანი და ეს ნანა და ბოდიში კიდევ ერთხელ შემეშალა. აი ეს ყველა ვიცით ჩვენ საქართველოს გუნდის წევრებმა, რომ თქვენს გარშემო მოტრიალებს საქართველოს ჩატი. რა თქმა უნდა, ერთად წინ წარმატებისკენ. ჯანმრთელობა ყველას, წინსვლა და ლამაზი დღეები გველის წინ. მე ამაში ვარ დარწმუნებული. კომპანია ლივგუდთან ერთად. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, უღრმესი მადლობა, რომ ჩვენს გვერდით დადექით, უღრმესი მადლობა, რომ გადაწყვეტეთ, რომ ჩვენთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ იმ გზისკენ, რაგზეც ავირჩიეთ. ძვირფასო მეგობრებო, ყველას მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის, აი იმ თბილი სიტყვებისთვის, რაც აქ გაჟღერდა, მოხარული ვარ, ბედნიერი ვარ, დღეს რიგი იდგა და სხვა დროს ვეხვეწებით, რომ ხმა მოიღეთო და დღეს რიგი იდგა, ენგა ეს თქვენი დამსახურებაა. გისურვებთ საოცარ საღამოს, მადლობა, რომ აი ესე გააცბეთ და გაალამაზეთ ინგესთან ერთად ჩვენი საღამო და მშვიდობიანი დღე გქონდეთ ხვალ, ნაყოფიერი და ბედნიერი. ჩვენთან ერთად და ლივგუსთან ერთად. დიახ, ქალბატონო ნანა, ერთს დავამატებდი კიდე ჩემო ძვირფასო. ლივგუდი ხომ სიურპრიზებს გვიწყობს და არ ვიცი, კაბინეტში შესვლა და ჩვენს მაღაზიაში შესვლა ყოველ დღე საინტერესოა. შემდეგ ქალბატონო ნანა ისეთ სიურპრიზებს გვიწყებს, თუ გადავრჩი ხომ კარგია. ამდენ სიახლეებს, ამდენ სიხარულს ვეღარ უძლებ. ქალბატონო ნანა მუდამ ჩვენ გვერდით არის ეხლა დინიდან გათენებამდე და ყოველ დღე და ყოველ წუთას რაღაცა სიახლეები მოდის. ღმერთო მადლობა იმისთვის, რომ ვარ კომპანია ლივგუდში და ჩვენი მთავარი სპონსორი, ჩვენი ღერძი, ჩვენი მამოძრავებელი ქალბატონი ნანა ლომიძეა. ვინც კიდევ არ იცნობთ, გისურვებთ, რომ ძალიან მალე გაიცანით ეს ადამიანი. გვიყვარხარ ქალბატონო და დამეთანხმება ქალბატონი ინგა, ხომ ასია? მშვიდობიანი ღამე ჩემო ძვირფასებო. აი მე ნანი რომ არ შემარწყვინა ისე შეიძლება. კიდე კარგი ვზივარ და ჭერს არა ვარწყავ ხა თავს. მადლობა. ნანის ნანა შენ ვერ გააჩუმებ, ტყუილია მაგ. მაგაც გამორთული ჩემო კარგო ინგა. ხმა არის გამორთული. გეთანხმებით ქალბატონო ნანი ყველაფერში. კი. როგორც კომპანია ლივგუდი ემსახურება სიმართლეს, აი თქვენც ეგრევე სიმართლეს ღაღადებთ და ბრძანებთ, რა თქმა უნდა. ქალბატონ ნანას გარეშე, ჩვენი სპონსორის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ეგ არის რეალობა. ჩვენ რომ თარგმანები არ გქონდეს ქართულ ენაზე და ის ყოველკვირეული ინფორმაცია ჩვენამდე არ მოვიდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი განვითარებაც არ იქნება ასეთი ეფექტური და შედეგიანი. მოდით ამას უფრო სწორი ფორმულირება მივცეთ. სწორი ფორმულირება მივცეთ ნანას გარეშე არა, ერთმანეთის გარეშე, იმიტომ რომ ნანა თქვენს გარეშე ვერაფერს ვერ გახდება. ხო მართალია, ამიტომ ერთად უნდა გავაკეთოთ გასაკეთებელი, ერთად უნდა გქონდეს ენთუზიაზმი და ერთად წავიდეთ წინ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მადლობა თბილი სიტყვებისთვის ყველას. მე ერთი ზუსტად ვიცი, რომ ქართული გუნდი იტყვის ჩვენი ლიდერის დამსახურებით თავის სიტყვას მსოფლიოში. აი ამის მოსწრებით ძალიან მალე გავხდებით, მერწმუნეთ და მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენთაგან. ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს და ეს არის მთავარი. აი მე გენაცვალე ნინო, ეხლა მოგანახა ჩემი გული რა შვება და პულსი სად წავიდა. რა კარგი სიტყვები თქვი გენაცვალე. მადლობა ნინო, გენაცვალე, მადლობა ზუსტად. დიახ. სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი შესაძლებელია და ეს კომპანიის დევიზიც ეს არის და ჩვენი დევიზიც ეს უნდა იყოს და არის ნამდვილად. კარგი ინგა, საყვარელო, დაგემშვიდობებით. დღეს ძალიან მღელვარე დღე გქონდა, დასვენება გჭირდებათ.
და ამიტომ გაგიშვებთ, გაგათავისუფლებთ, არ გვიდა რომ გაგათავისუფლოთ, მაგრამ სხვა გზა არ აღრჩება და დღეს როგორღაც უნდა შეგელიოთ და დაგემშვიდობოთ. აბა შევხვდებით. მეგობრებო, კარგად იყავით. უღრმესი მადლობა ყველას, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ჯერ საღამოს და შემდეგ მშვიდობიან ღამეს. აბა ყველანი კარგად ძანდებოდეთ, ჯანმრთელობას და სიკეთეს გისურვებთ ასევე. დიდი მადლობა თბილისის სიტყვებისთვის, გოგოებო, წარმატებები ყველას. გემშვიდობები მოწვეულ სტუმრებს და მიიღეთ გადაწყვეტილება, შემოუერთდით ამ უნიკალურ კომპანიას და გახდით თქვენს ბედნიერები. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა, მშვიდობიანი საღამო.